ქუთაისის უწყვეტი პროევროპული აქციების მონაწილეებმა და არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიებმა დღეს ქუთაისში საგანგებო განცხადება გააკეთეს. ისინი 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და მოქალაქეებს 19 ივლისს დაგეგმილ მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მოგესალმებით ქუთაისიდან. დღეს ადგილობრივები და პროდასავლური პარტიის წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენ ურყევ ერთგულებას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობისა და მისი პრინციპებისადმი. დღეს ხელისუფლება მიტაცებული ყავს ერთ ადამიანს, ამიტომ შესაბამისად 19-ში ვიკრიბებით თბილისში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ დიდ ერთობას საქართველოს დიდი წინააღმდეგობის. ქუთაისში წარმოდგენილი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჩვენ პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, უცხადებთ ურყევ ერთგულებას ამ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც არის უპრეცედენტო საქართველოში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ანტიქართული, ანტიევროპული და ანტიდასავლური ძალა, რომელიც არის ივანიშვილის სახით წარმოდგენილი. ამისთვის უარს ვეუბნებით, რა თქმა უნდა, ადგილობრივ არჩევნებს, რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციას და ეს ყველაფერი მხოლოდ რეჟიმის ცვლილებით არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი. ამიტომ 19-ში საღამოს 7 საათზე თბილისში ყველას ველოდებით იმისთვის, რომ ნათლად დავანახოთ საზოგადოებას, რომ არსებობს ერთობის მარში, რომელიც რეალურად უარს ეუბნება ამ სპეცოპერაციას და ივანიშვილის რეჟიმს. დღეს ჩვენ აქ შეკრებილი საზოგადოება ჩვენს ხარდაჭერას უცხადებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ უარს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც არის რეალურად რუსული სპეცოპერაცია. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის შემდეგი. ჩატარდეს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთდით 19 ივნისს 7 საათზე დაგეგმილ აქციაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.